ბათუმის რაიონული პროკურორი შოთა ხორავა ადვოკატ რამინ პაბიძეს სასამართლოში უჩივის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხულიგნობის ფაქტზე განიხილავს. პაბიძის განმარტებით შემთხვევა 19 აგვისტოს ბათუმის იუსტიციის სახლთან მოხდა, რა დროსაც ადვოკატმა და პროკურორმა ერთმანეთს ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდაპირველად გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის დანაშაულის კუთხით დაიწყო, თუმცა ადვოკატზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად შეფასდა. დღეს საქმეს შოთა ხორავა რამინ პაბიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული წესით განიხილავს. რამინ პაბიძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს. ბრალდების მხარე კომენტარს არ აკეთებს. ხშირია შემთხვევები განსაკუთრებით ამ პროკურორის მხრიდან ადვოკატებთან დამოკიდებულებაში არაეთიკური ურთიერთობის და ეს გამოირჩევა ყოველთვის ცინიზმით და აგდებული დამოკიდებულებით, როგორც მოქალაქეების მიმართ, ასევე ჩემ კოლეგების მიმართ და უბრალოდ სწორედ ერთ-ერთი გამოვლენების დროს, მისი მხრიდან ასეთ ირონიის და აგდებული საუბრის დროს, უბრალოდ ჩემი მხრიდანაც იყო ადეკვატური რეაქცია. ჩართვა ჩვენი აღნიშნულ საქმეში გამოწვეული არის იმ ობიექტური გარემოებებით, რომელიც ამ საქმეში იკვეთება, თვლით რომ არ არის სამართალ დარღვევის ნიშნები და მომავალში თვლით რომ ამან არ უნდა მიიღოს ესე ვთქვათ პრეცედენტული ხასიათი პროკურორების მხრიდან ნებისმიერი უკმაყოფილება, რომელსაც ადვოკატი გამოხატავს ზოგადად საქმის ირგვლივიდან გარემოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა შეფასდეს საზოგადო წესრიგის დარღვევას. ამ წუთებში ჩანჩხალოს სკოლის ეზოში მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელში შექმნილმა კომისიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკება გამართა, თუმცა სასწავლო პროცესის განახლების თარიღზე ვერ შეთანხმდნენ. მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისგან ყურადღებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გვირაბის მშენებლობას ხელს შეუშლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ ჩანჩხალოს სკოლაში